პოლიტიკოსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხატია დეკანოიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი საღამოშვიდობისა დიდი მადლობა მობრძანებისთვის თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება ასევე საპოლიციო მუშაობის და საინტერესო იქნება ამ კუთხითაც თქვენი მოსაზრებები და ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით იმიტომ რომ ეს რაღაც რიგითი კრიმინალური შემთხვევა არ ჩანს დავიწყოთ მაინც საეჭვო დეტალები რაც თქვენი აზრით არის აი ამ საქმეში. ბევრი ბუნდოვანება შეკითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი. საინტერესოა თქვენი დაკვირვება გაგვიზიაროთ. საღამოშვიდობის ჩვენ არ ვართ დემოკრატიულ სამყაროში და დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც შეგვიძლია რომ ვთქვათ გამოძიების იმედი გვქონდეს, ან შეგვიძლია რაიმე რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტს ვენდოთ იმ კონტექსტში, რომ ყოფილი ჩინოვნიკის და საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლის ესეთი ბუნდოვანებით მოცული თვითკვლელობის თუ დაუშვათ არ ვიცი, თვითკვლელობამდე მიყვანის მცდელობა გამოიძიონ, მაგრამ ზოგადად თავიდან რომ თქვათ პრაქტიკულად რეჟიმი გადავიდა რაღაც ფაზაში, როდესაც ესეთი copy-paste-ით არის რუსული მმართველობის არა მხოლოდ მმართველობის სტილი, არამედ ესეთი გარჩევის ბანდიტური მაფიოზური კარტელების და სინდიკატების დაპირისპირება და მათ შორის კადიროვის გარემოცვა როგორც აკეთებს და პუტინი როგორც აკეთებს საკუთარ გარემოცვაში ეს არის ზუსტად ის, როდესაც ვთქვათ რაღაც ფინანსური კაპიტალი, რომელიც ადამიანების ხარჯზე მოიხვეჭა ამა თუ იმ ასე ვთქვათ, არ ვიცი, ჩინოვნიკმა, ამ ფინანსური კაპიტალის ამოღებას ზუსტად შანტაჟით, წარმოუდგენელი ზეწოლით, წარმოუდგენელი არ ვიცი, სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით აკეთებს. ხო, ამიტომ მე არ მიკვირს სიმართლე გითხრათ ბიძინა ივანიშვილის ეს ქმედებები, იმიტომ რომ ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ფინანსური კაპიტალი იშოვა ზუსტად ესეთი წარმოუდგენლად რაღაც დრაკონული მეთოდებით, ხო, ანუ ბანდებით, კარტელებით 90-იანებში პრივატიზაცია, როდესაც დაიწყო და მაშინ არ ვიცი, კვლელობა იყო რამდენიმე ადამიანის და მისი გვარიც ფიგურირებდა. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ ფაზაში, როდესაც საქართველოში ყველანაირი დასავლური დახმარება შეჩერდა, საქართველოს ეკონომიკა ერთადერთი რითიც სუნთქავს, როდესაც საუბრობენ საქართველოს ეკონომიკაზე, ეს არის, ვთქვათ, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე, ვთქვათ, სანქციების თავიდან ავლის მექანიზმები, მაგრამ ფაქტია, რომ თქვათ საქართველოს ეკონომიკას და რეჟიმს თავიდან ბოლომდე დაეწყო სწორედ ეს ფინანსური შემოსავლების ნაკლებობა და ამ ხრივ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათ შორის ოპოზიციონერები, ლევან ხაბეშვილი ძალიან კარგად ხსნის იმას, რომ მაგალითად რატომ დაავალა ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულად ასე ვთქვათ ყველაზე უფრო ასოციალურ ხის კობახიძეს აი ამ თანხების ამოღება, ხო, თითქოს რაღაცა ძალაუფლების მონოპოლიზაციის საფარის ქვეშ ხდება ზუსტად ეს ძალადობა. მაგრამ მე ცოტა უფრო სხვაგან წავიდოდი, ანუ ასეთი მეთოდი, რომელიც ახლა ჩვენ ნახეთ და რატომ არის ბუნდოვანებით ეს მოცული, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, მე ბევრი თვითკვლელობის საქმე გამომიზიებია, ხო, ანუ მთელი ჩემი წინა პროფესიიდან გამომდინარე და უშუალოდ მათ შორის რა თქმა უნდა უკრაინაში და თვითკვლელობას კონკრეტულად ახასიათებს რამოდენიმე ვთქვათ რაღაც გარემოება, რომელიც იციან ახლობლებმა, რომელიც არის ვთქვათ რაღაცა ესე ცნობილი, რომელიც გამოძიებისთვის უნდა იყოს ცნობილი და თვითკვლელობა არის ისეთი ვთქვათ ადამიანის ან აფექტში ან დაგეგმილი ვთქვათ რაღაც კონკრეტულად ძალიან დაგეგმილი ქმედება, რომელიც არაფრით არ ემთხვევა იმ ქმედებას, რაც მაგალითად გააჟღერა პროპაგანდისტულმა მედიამ, ხო? ანუ ყველაზე უფრო შემზარავი ჩემთვის მაგალითად ამ ყველაფერში რაც იყო ხა გასაგებია, რომ ვთქვათ მედია, სამთავრობო მედია ზუსტად ესე აშუქებს, რომ რაც არის მათთვის სასურველი, მაგრამ ყველაზე უფრო შემზარავი ეს იყო ზუსტად წერილის ისტორია, რომელიც არანაირად არ ემთხვევა მთელი ამ ასე ვთქვათ ზუსტად მათი საინფორმაციო ამ ტყვიამფრქვევის კასკადს, ხო? ანუ ეს მოგვიშვიროს ეს პროპაგანდა. აი რა ნაწილში არის? იცით რა, აი მაგალითად ჩვენ თუ გვინდა პროპაგანდის რაკურსი ავიღოთ, ხო? ანუ სულ უნდა დავაკვირდეთ რა რაკურსით აჩვენებს იმედი და ბოდიში ამ გამოთქმისთვის ქარდავს ახალ ამბებს, რომელიც არის აუცილებელი მისი მაყურებლისთვის და
პროპაგანდისტვის, რომ მიიტანოს, თქვათ, საკუთარ, არ ვიცი, მაყურებლამდე, ხო? ანუ თქვათ პროპაგანდა. აი მაგალითად გუშინდელი გიორგი რამიშვილის დაკავება, ხო? ანუ ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი, ამაზეც მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულიად დაგეგმილი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, ადვოკატი ამბობს და ასე შემდეგ, მე არ მგონია, რომ ასეთი მასშტაბის ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში თითქმის არ ვიცი, ახლა ძალიან სერიოზული დაცვით და ტანკით გადაადგილდება უტრირებულად, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც, რომ ამ ადამიანს შეიძლება შემთხვევით შეუძლია მეტალოდეტექტორში დეტექტორთან მივიდეს და გაიაროს, თქვათ, იარაღით, რომელიც არის შეიძლება გაფორმებული, მაგრამ არ აქვს ტარების უფლება. ხო, 7 წლიანი მუხლია ჩვეულებრივად. ეხაც უყენებენ მე მგონი 7 წლიანი. აი ახლა სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს ცოტა ხანში, ბრალდება წარუდგინეს და ეხლა სასამართლოში. მანამდე იყო იგივე ბიზნესმენ ჩხაიძის შვილის ამბავი, რომელიც თქვენს გააშუქეთ და ძალიან ყველა მიცის თბილისში არ დარჩენილა ესეთი ადამიანი. იქაც იყო იარაღის ამბავი, იმიტომ რომ იარაღი, თქვათ, რეპრესიული სამართალდამცავი სისტემა იარაღის აღმოჩენას ადგილზე ბრჭყალებში, ხო, ანუ ჩადებას რასაც უწოდებენ და ასევე, თქვათ, ფსიქოტროპიული საშუალებების აღმოჩენა ასევე ადგილზე, ეს არის ძალიან კონკრეტული ის მეთოდი, რომელსაც იყენებს ყველა ადამიანის მიმართ. და ეს შემზარავი პროპაგანდისტული მედიის ეს ზუსტად ესეთი იმედის გაქარდული, თქვათ, ახალი ამბავი ნიუს, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, ხო, ანუ ეს წერილი თავიდან ბოლომდე, რომელიც ამოიღო მედამ აკრიფა, მერე გადასცა თურმე, რა ვიცი, პრაიმ ტაიმს თუ არ ვიცი რა, რომელიღაცა სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იყო. ეს ყველაფერი იმდენად სიმახინჯე და ამაზრზენად დაგეგმილი იყო ზოგადად, რომელიც არაფრით არ ესადაგება იმ, თქვათ, რაღაცა მოვლენების ჯაჭვს, რომელიც ჩვენ ვიცით. ჩვენ რა ვიცით? ვიცით, რომ რიჟვაძე, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი მაღალჩინოსანი, მე მახსოვს მისი გამოთქმები, ჩვენ ყველას გვახსოვს, მისი, თქვათ, მოსვლა საქართველოს პარლამენტში, მისი წარმოუდგენლად ხისტი, არამხოლოდ გამოთქმები, არამედ კორუმპირებული ქმედებები. მან ძალიან ბევრი ფული მოპარა ქართულ ხალხს და ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ღარიბაშვილი, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაურის მთლიანად გარემოცვა გაასუფთავოს, იმიტომ რომ კონკრეტულად მას ჭირდება უსაფრთხოების ის სხვა გარანტიები და აქ არ ვიცი, ხა მე მგონი სხვა ბლოკში გექნებათ, მაგრამ აუცილებლად აი ამ სინქრონში და აი ამ თქვათ სპექტრში გეოპოლიტიკურ თქვათ სურათში ტრამპთან მიწერილი წერილიც უნდა ვახსენოთ, ხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გარკვეულ რომელიც აქ უნდა განვიხილოთ ზუსტად, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანის კონდიცია, რომელიც არის სრულიად შეურაცხადი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ქმედებები და ეს წარმოუდგენლად გიჟური ქმედებები ზუსტად ამას ცხადყოფს, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთის ზურგი აქვს, ოღონდ რუსეთში გაცილებით უფრო მძიმე პროცესებია ჩამოშლილი ეკონომიკის და ძალიან სერიოზული იქაც კრელობების და ეგრეთ წოდებული თვითკრელობების ფონზე. ფაქტი იყო, როდესაც არამხოლოდ გათავისუფლებული პირი, როგორც გვიმტკიცებენ, იკლავს თავს ტრანსპორტის მინისტრია ლაპარაკი, ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ, თვითკვლელობა ოფიციალურ ვერსიად ეს ხო, იქ აფეთქებები ხდება, სხვადასხვა, თქვათ, ოფიციალური პირების, არის ვერსიები, რომ მათ შორის ძალიან სერიოზული პრობლემაა ეკონომიკურ ბლოკში და პუტინი ძალიან უკმაყოფილოა ზუსტად ეკონომიკური ბლოკის მუშაობით. ამიტომ გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, აი ამ სერიოზული ცვლილებების და გადალაგების ფონზე, რაც ხდება კავკასიაში, რაც მოხდა, თქვათ, ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გამყარებული ზურგი რუსეთის სახით, რომელიც ირყევა ეხლა, მას არ აძლევს თავიდან ბოლომდე იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც მისთვის, მისი თვალთახედვით არის აუცილებელი, ხო? ამიტომ იგი ბედავს და წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ეს შიშლეგი წერს ტრამპის ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპს იმ წერილს, რომელიც მიწერა მუქარით, შეურაცხყოფით ახსავსა და არასერიოზული წერილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წერილში ახსენებს 600 მილიონს, რომელიც მას ასე ვთქვათ, მთელი მიზეზები აქვს 600 მილიონის გაყინვის, მას სულ ქონდა ქართული ოცნების რეჟიმს ეს პროპაგანდისტულად, რომ აი გაყინა, იმიტომ რომ მეორე ფრონტი არ გახსნა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის ზუსტად ის მუქარა, რაც მე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დაადასტურა და აი ამ წარმოუდგენელი სიშლეგის ფონზე საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც მისი თვალთახედვით, რა თქმა უნდა, მისი თვალთახედვით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ხატია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი.
როგორც არ უნდა იყოს, ეს არის თვითმკვლელობის მცდელობა, თუ რამე სხვა ჩვენ ახლა ვერ გამოვრიცხავთ სრულად ვერც ერთ ვერსიას, თქვენ გაქვთ მოსაზრებები, მაგრამ თუნდაც თვითმკვლელობის მცდელობა იყოს ის, რაც მოხდა. ეს ადამიანი წერს იმ წერილში და თუნდაც ის წერილი იყოს მართლაც მისი დაწერილი. იქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაცას ვერ უძლებს ეს ადამიანი, რომ რაღაცას მას აბრალებენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, აი თქვენც აღწერეთ, გათავისუფლებული თანამდებობის პირები რა მდგომარეობაში არიან ახლა. ეს რიჟვაძეზე არ იყო მხოლოდ ლაპარაკი, არამედ იქ ლილუაშვილზე, გომელაურზე, ღარიბაშვილზე, სხვებზე, ხო, მათ სთხოვენ ფულის უკან დაბრუნებას. აი ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, მოსაზრება აი ამასთან დაკავშირებით, რაც გარშემო ხდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ სთხოვენ, უფრო მას სთხოვენ და მათი შიში აქვს უფრო სხვა კუთხით ასევება, ხო? ეს არის შიში, რატომაც ის უგრძალავს ამ ადამიანებს საზღვარგარეთ გასვლას და თუ საზღვარგარეთ გადიან, მაგალითად როგორც ღარიბაშვილი, რომელიც თორსებ ვენაში იყო, მთელი სუსის ეკიპაჟი დაყვება და ეს სხვა არენდობა ამ ხალხს, ან არ უშვებს ქვეყნიდან, ან კონტროლის ქვეშ არის. ინფორმაციების, თქვათ, გატანის კონტექსტში, რომელიც მათ ძალიან, ესე ვთქვათ, ბევრი აქვს, ხო? ანუ აქედან ეს მეორე ფაქტორიც დავამატოთ. ესე იგი, გამოდის ის, რომ ეს ადამიანები თუნდაც თვითმკვლელობის ვერსია იყოს მართალი. მე არ ვიცი 100%-ით და არც 1%-ით სრულად დარწმუნებით რა მოხდა. თქვათ გავყვეთ მათ ვერსიას, ხო? ანუ ადამიანები რაღაცას ვერ უძლებენ, რაღაც წნეხი არის მათზე, ეს ამ წერილიდან ჩანს. რაღაც წნეხი არის. იმედი ახლა ოპოზიციისკენ არ გაიშვერენ ხელს, მაგრამ რაღაცა პრობლემა არის სერიოზული, მათგან რაღაცას ითხოვენ. და მიდის ადამიანი თვითმკვლელობის მცდელობამდე. მათივე ვერსიით ეს არ არის მათთვის კარგი ვერსია. შეიძლება რაღაც უარესი ვერსიაც არსებობს ამ ამბავში, მაგრამ ესეც არ არის მათთვის კარგი ვერსია, იმიტომ რომ ეს გზავნილია ძალიან ბევრისთვის თვითონ რეჟიმის შიგნით. აი რეჟიმის შიგნით არსებულ სიტუაციაზე რას ამბობს ასეთი ფაქტები? ეს გადანაცვლებები თანამდებობებზე ან ეს მძიმე მდგომარეობა, რაც მათ აქვთ გაშვებულებს უკვე, ნიშნავს თუ არა, რომ ეს ასუსტებს რეჟიმს. თუ პირიქით ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ გზით გააძლიერებს უფრო მეტად რეჟიმს. მე კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ ასუსტებს კი არა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც გითხარით, ეს არის ფულის მხრივ, ანუ ეკონომიკური ძალიან მნიშვნელოვანი გადინება და მოდით ახლა ჩვენ ვთქვათ ძალიან ღიად, რომ დასავლური დახმარებები, რომელიც შემოდიოდა საქართველოში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ყველა ეს ტექნიკური დახმარება, ხო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წილი და ნაწილი, ხო, ჩვენი ქვეყნის განვითარების. ეს ქსოვილი, რომელიც მოარღვია ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ამ რაღაც გაჭედილ სერ ბუფერულ ზონაში რუსეთთან მიტმასვნით, მას შეეძლო საკუთარი ძალაუფლების და მონოპოლიის შენარჩუნება, ანუ მთელი ამ ფინანსური, თქვათ, ოფშორების კანონი ყველანაირი სიგიჟე გააკეთა, რა სიგიჟეც შეიძლებოდა, თქვათ, ამ კონტექსტში, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეკონომიკა ვერ უძლებს ბოლომდე, აღმოჩნდა, რომ პროტესტი გრძელდება, ადამიანები არიან კვლავ შემართებით, შიგნით არა აქვს კარგად საქმე, იმიტომ რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანუ მისივე უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი სტრუქტურა მოერღვა, ხო? იქ რაღაც სუსით იყო უკმაყოფილო, იქ ლილუაშვილით რაღაცა კორუფციის ფაქტები იყო, მე რიჟვაძის წარმოუდგენლად ეხა ჩვენ ხო ვიცით, რომ ასეულობით მილიონი დოლარი შეიჭამა და ლარი შეიჭამა ქართველი ხალხის ფული, ხო? იქ ღარიბაშვილის კორუფციული ფაქტები და კიდევ პლუს კიდე რაც მე და თქვენ თქვით, ეს არის ზუსტად ის ინფორმაციის გადინება, რომელიც არ უნდა. ამიტომ ამ კონტექსტში შიდა სტრუქტურა რეჟიმი როგორია? დაშინებული შეიძლება ითქვას და დღეს ეს ეთყობოდა სავანტყოფოში სულ ღარიბაშვილს სახეზე და ალბათ ეთყობოდა მათაც რომლებიც ვერ მივიდნენ თუ არ მივიდნენ ამ დრომდე სავატყოფოში ქართული ოცნების ლიდერებს ეს კიდევ ამაზეცენი ისტორია, როდესაც ჩვენ რაღაც ეროვნულ ლიდერად მოიაზრებ ადამიანს და შემდეგ არ შეგიძლია თქვა ელემენტარული თანაგრძნობა გაიზიარო, რომ ადამიანი თქვა ებრძვის სიკვდილ სიცოცხლის არეცელზეა, ზღვარზეა, ხო? მაგრამ არის შიში, მაგრამ ამავე დროს არის წარმოუდგენლად ძალიან მძიმე უკმაყოფილება. იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლა ჩვენ ხო გვაქვს ინფორმაცია და
გამოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობაში ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები იყვნენ და მისი დავალებით ძვლებში დალეწეს ქართველი ახალგაზრდები, ეს ადამიანები ისე მოისროლა საერთოდ, ისე გადააგდო, რომ მე გეტყვი თქვენ რომ არც კომპენსაცია არ მიუწია. გახსოვთ ბინარაძე ამბობდა იმაზე ხარაზიშვილზე რომ კადრების განკარგულებაშია და კადრების განკარგულება არაფერი არ არის. კადრების განკარგულება რაღაც ერთ წელიწადში შეიძლება შეწყდეს რამოდენიმე თვეში და მორჩა არც კომპენსაცია, არც რაღაც გენერლობა მიუგდო გომელაურს და შემდეგ პასპორტი ჩამოართვა. ხო, ეს ძალიან მარტივი მე აქ ყველაზე უფრო კარგად ჩანს მისი სახე. მე მიიყვანა ყოფილი მინისტრი, მისი მთავრობის ჩვენება მიაცემინა ესე ღიად ამაზრზენად, აი წარამოუდგენლად, აი როგორ გითხრათ ახლა რომ ყველაზე უფრო მახინჯი ფორმით, ხო? ანუ მე დააყენა ჟურნალისტებთან კომენტარი ათქმევინა ჩორჩანაზე იყო თუ არ ვცდები, ხო? ეს გამოძიება და აი ესეთი დამამცირებელი ფორმით. კი ბატონო, მაგრამ ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ მას აქვს ბერკეტი, ვიღაცას არ გაუშვებს საზღვარზე, ვიღაცას ციხით დაემუქრება, აი ახლა ამ ფაქტს რომ ნახავს ის ხალხი, რომელიც შეიძლება გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ აი რაღაცნაირად ისე გადარჩეს და გადაარჩინოს ეს თავისი ფულიც, მაგრამ ამასთანავე ეშინია ბიძინა ივანიშვილის და თუ ეს რეჟიმი დადგა დარჩა არც ერთს გარანტია არ აქვს, რომ რაღაც უბედურება არ დაემართება, ხო? ან ციხე, ან რაღაც კიდევ უფრო ცუდი არ არის ამის გარანტია არ არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ ივანიშვილიც ფიქრობს, რომ ამას დავემუქრებით ციხით, იმას საზღვარზე არ გავუშვებ, ვიღაცას ჩავსვამ მართლაც, ვიღაც აგერ მათივე ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობამდე მიდის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა აქვთ, სერიოზული პრობლემა აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არის ივანიშვილის გარშემო და პლუს დავამატოთ სანქციები, რომელიც მოსალოდნელია. ამაზე მიპასუხეთ და დავასრულოთ. ყველას პრობლემა აქვს. ეხლა მასე შეიძლება ყველაფერი, თქვა დიქტატორს ყველაფერი მიართვა ლანგარით, ხო? ეხლა სალაზარს მაგალითად გაზეთებს უბეჭდავდნენ, ანუ რომ ბოლოს პერიოდში და თქვა რაღაცა ერთი ნომერი შექონდათ, რომ აი ყველაფერი კარგად არის და გარეთ საერთოდ სხვა რეალობა იყო, ხო? როდესაც ცუდად იყო. ხო, ანუ ეს ჩვეულებრივი დიქტატორული სიგიჟეებია, მაგრამ რეჟიმი რომ ყიფია, ყველას ძალიან კარგად ესმის. ანუ ეს არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ესე სწორხაზოვნად გამართულია. მას ეშინია სანქციების, ანუ ტრამპის მიმართ შანტაჟის წერილი რა არის, რომ თქვენ მეორე ფრონტს ხსნიდით აქ და მე ახლა ამას გავაკეთებ, ელჩს გაგიძევებთ ამას. ანუ ეს ყველაფერი არის ის, რომ სანქციები და ელჩმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ მეგობარია ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ, ეს არის მეგობარი აქტში აღწერილი, რომელსაც მიიღებენ და ბრიტანული სანქციები. ბრიტანული სანქციები, რომელიც მზადდება, კონკრეტულად ეს სანქციები იქნება ძალიან მძიმე, შემიძლია ვთქვა და ამაზე უკვე ინფორმირებულები არიან, ვთქვა, ის ადამიანები, რეჟიმის წარმომადგენლები, ვისაც აქვს ქონება, იმიტომ რომ ბრიტანულ სანქციებს აქვს ერთი გამორჩეული, ფინანსურ სანქციებს გამორჩეული ძალიან სერიოზული მექანიზმი. ეს არის ქონების კონფისკაცია და ქონების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფოსთვის, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი რაც ერთვის თქვათ ბიძინა ივანიშვილის შეგრძნებას, რომ მას არ აქვს ის ზურგი, რომელიც მოდის რუსეთიდან, იმიტომ რომ იქა ძალიან სერიოზული ცვლილებებია. ანუ მთელ კონტექსტში, ხო? ანუ ეხლა მე არ მომბობ რაღაცა პუტინს რამე არჩევნები ემუქრება, მაგრამ მთელ კონტექსტში. ამიტომ აი ამ მთელ სიშლეგეში იჭყილტებიან ის ქოცები, ვინც ჩემი აზრით მართლა უნდა იბრძოდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თუნდაც რაიმე სახით სამართალი აღდგეს. იმიტომ რომ ზუსტად ისინი გაისრისებიან პირველი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ ვიცით სად გვინდა და რა გვინდა. აი ისინი საკუთარ ფულს და კეთილდღეობას ვეღარ გაუგრძელებენ. ხატია დეკანოიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა.